სად იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მთავარი სახეები 4 ოქტომბრის ღამეს? ეს კითხვა ჩვენ დღეს პარტიის წევრებს დავუსვით. გვაინტერესებდა ასევე სად იყვნენ პარტიის ლიდერები მაშინ, როდესაც კრიმინალური პოლიციის ათობით თანამშრომელი ირაკლი ნადირაძისა და მურთაზ ზოდელავას დასაკავებლად ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე მოდიოდა. იმ დროს, როდესაც ნადირაძისთვის და ზოდელავასთვის ხელბორკილები უნდა დაედოთ, ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხოლოდ თათია ნიკოლაშვილი იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე და მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიამ დოლიძე. ბუნებრივია, კითხვები რელევანტური არის, რადგან ის რომ ლიდერები არ არიან ტერიტორიაზე დამწყვეტ მომენტში, ეს არა მხოლოდ ორგანიზაციული პრობლემა, ეს არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა. შესაბამისად, დღეს ჩვენ დავინტერესდით, რა პასუხები ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, როგორც პარტიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, თავად რუსთაველის გამზირზე იყვნენ, თუმცა რატომღაც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იქ ეს ადამიანები არავის არ შეუმჩნევია. პოლიტიკოსების ნაწილი გვარწმუნებდა, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა სახლში ეგონათ და ამბობდნენ, რომ მათთვის სამწუხარო იყო ის სცენა, რომელიც ნახეს. როგორც ჩანს, ახლა ნანობენ, რომ ნადირაძისა და ზოდელავას გვერდით არიდგნენ. 5 საათის განმავლობაში, როგორც გითხარით, თითქმის მასთან ერთად გავეტარეთ. არავინ არ გვინახეთ და მიზეზი ამის რა არის? გაემიჯნეთ ბოლოს ამ პროცესებს. არა, 5 საათის განმავლობაში ნანუკა ხა მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების კამერებს გადასარევად აქ ნანახი, სად ვიყავი და სად მოვძრაობდი. ბოლოს თქვენი კამერებით ვნახე, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა იყვნენ რუსთაველის გამზირზე. როგორც პაატა ბურჭულაძე მეგონა, რომ ესა პაატა მანჯგალაძე მეგონა, რომ მეგონა სახლში იყო წასული, ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა, რომ აი ეს ადამიანები აღარ იყვნენ რუსთაველის გამზირზე. არ მოიკითხეთ, მე თქო თქვენი თანაპარტიელია ირაკლი ნადირაძე. თქვენი თანაგუნდები ხომ არის და იქნება. არ მოკითხვის დონეზე ჩატებში რა ხდებოდა, ეს ყველამ კარგად იცის ახლა რა და მე ამ შენიშვნას საკუთარ თავზე ვერ მივიღებ. არ მივიღებ ამ შენიშვნას ახლა, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მე მივატოვე. არ მივიღებ ამ შენიშვნას. რომ ცოდნოდა, რომ იქ იყვნენ დარჩენილი, როგორ შედიან ხელგადახვეული მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე სპეცრაზმელების პირისპირ. მათთან ერთად მხოლოდ 3 ადამიანი, არც ერთი ნაციონალური მოძრაობის წევრი. მიდიოდნენ აქ დასალაპარაკებლად, ხო ესე იყო და მე დაიძაბა. არ ვიცოდი ამ გეგმის შესახებ. არ ვიცოდი ნანუკა. რა არის რომელი გეგმის შესახებ? აი მაგალითად, აი ეს ამ კადრიდან 5 წუთში ვიყავი მე ორბელიანის მოედანზე და უკვე ირაკლი ნადირაძე, რომელიც მე მგონი ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვნახე და ფიზიოლოგიური ხსნარი ვასხი სახეში, იყო უკვე წიწაკის სპრეით მოთხრილი. მხოლოდ 3 ადამიანი მიყვებიან მათ. მიდიან სპეცრასთან რომ დაელაპარაკოთ. თქვენ ამ დროს სად იყავით? ჩაყავდით თქვენ? კი, ათონათან ვიყავით. ზუსტად მაგალითად არ ყოფილა. ზუსტად არა, თქვენ საკითხს ვამთ ესე, რომ თითქოს და ეს ადამიანები ვინმე გაწირა, ეს ასე არ გახდათ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელთა შესახებ ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობდით. ანუ ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ არსებობდა 2 მთავარი პრინციპი, რასაც ორგანიზატორები საუბრობდნენ, რის მიმართაც რწმენაც. ძალიან დიდ შანუკა, მაგრამ ეს თქვენ შენითუნაც კარგად იცით და პასუხისმგებლობის გაქცევა არ არის. ყველამ კარგად იცის, ვინ იყო ორგანიზატორები, ვინ იყვნენ ორგანიზატორები და ამაზე თვითონაც საუბრობდნენ და ჩვენ საუბრობდით. რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ამ აქტიურად უჭერდა მხარს მეთი, ხო. მეც მათ შორის ის შეშტომა დავუშვო, არ მეგონა რომ იმ კონკრეტულ მომენტში მოხდებოდა მათი დაკავება და არ მეგონა რომ აქციაზე მოხდებოდა. 4 ოქტომბრის აქციაზე ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებლობას არიღებდა, შესაძლოა ისინი გეგმას, შესაძლოა მათ არ მოწოდათ გეგმა მოვლენების განვითარების სცენარი, რომელიც ნახა საზოგადოებამ 4 ოქტომბრის აქციაზე, თუმცა მთავარი კითხვა არის, სად იყვნენ ისინი ირაკლი ნადირაძის და მურთაზ ზოდელავას დაკავების დროს. ირაკლი ნადირაძე ნაციონალური მოძრაობის წევრია. თვეების განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ტელეეთერებით ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებებს, როგორ პატიჟებდნენ ისინი 4 ოქტომბრის აქციაზე ხალხს. პოლიცსაბჭოს ხდომაც კი ჩაატარეს იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინათ ამ აქციისთვის და გარდა ამისა რეგიონ დადიოდნენ და ხალხს ეპატიჟებოდნენ აქციაზე. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა საზოგადოებაში, რატომ დატოვეს მარტო ირაკლი ნადირაძე, პარტიის წევრი, რუსთაველის გამზირზე, მაშინ როდესაც ყველა მიცოდა, რომ მათ დასაკავებლად აუცილებლად მოვიდოდნენ სამართალდამცველები, რადგან პაატა ბურჭულაძე სწორედ იმ საღამოს, იმ მომენტში, რამდენიმე წუთით ადრე სპეცრაზმა შეაკითხა საავადმყოფოში. შესაბამისად, კითხვები ლოგიკურია, რა პასუხები მივიღეთ ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებისგან, ამას ახლა ჩვენი მაყურებლები მოისმენენ.
გვაინტერესებს 4-ში სად იყავით ირაკლი ნადირაძის და მურთაზ ზოდელავას დაკავების დროს? მეუღლესთან ერთად ვიყავი ოპერასთან. და რატომ გაქრით იმ დღეს, აი 4 ოქტომბერს, როგორც კი საპროტესტო აქცია დაიწყო და დახმარება ჭირდებოდა ამ თქვენს თანაგუნდელებს, რატომ არ იყავით მათ გვერდით? მე და ლაშა ტყეშელაძე ვიყავით ერთად. მე არ ვიცოდი, ანუ კაი ათონელისკენ დაიძარით, ჩემთვის სიურპრიზი იყო და ვერ მიხვდი რა ხდებოდა. მე ორთაჭალისკენ წავდით, დამაბნია მაგან და მე და ლაშა ტყეშელაძე ერთად ვიყავით. ანუ არცად არ წახვედით, თქვენ დარჩით რუსთაველზე, ხო? ამას თქვენ გინდათ. არ ჩახ. ლაშა ტყეშელაძე ვიყავით რუსთაველზე, იმიტომ რომ ვერ გავერკვიეთ რა ხდებოდა. ათონელისკენ დავიძრა, ჩემთვის იყო სიურპრიზი. მე ესეთი რამე არ ვიცოდი, რამაც დამაბნია პირდაპირ გეუბნები. დაბნეული ვიყავით პირდაპირ გეუბნები. რატომ არ მიხვედით ანუ ორგანიზატორებთან, თქვენს მეგობრებთან, თანაპარტიელებთან? ანუ რატომ დაბნეულები იყვნენ? რატომ მიხვედით და გითხრეს რომ დაბნეულები ვართო? ანუ მიხვედით ლაშა? ჩემ ცხოვრებაში არავინ არ მიმიტოვებია. მაინტერესებს სად იყავი 4 ოქტომბერს ირაკლი ნადირაძის და მურთაზ ზოდელავას დაკავების დროს? რუსთაველზე. სად რუსთაველზე სად იყავით? იმიტომ რომ ირაკლის და მურთაზის გვერდით ვიყავით 5 საათი და არც ერთხელ არ გვინახიხართ თქვენ. მეგობრებთან ერთად დაახლოებით 15 დღე ვიყავით და კიდე სხვა პარტიის წევრებიც რუსთაველზე დაახლოებით მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. და მაშინ როდესაც თქვენ თანაპარტიელს აკავებდნენ, ხომ იცოდით რომ დაიჭერდნენ აუცილებლად ირაკლის და ზოდელავას? ტელევიზორს არა, ტელევიზორის გარეშეც ხომ იცოდით ეს, ვასო? ხომ იცოდით ტელევიზორის გარეშეც? ხომ იცოდით რომ დაიჭერდნენ ბატონ მურთაზ და ირაკლის? ვიცოდი ეგამა. ირაკლისთან მაგ დღეს რა მქონია? და რატომ თქვენ ხომ ერთ-ერთი აქტიური ადამიანი იყავით, ვინც ჩართული იყო ხალხს მოუწოდებდით? ჩართული არ ვიყავი, შესაბამისად ყოველდღიური კომუნიკაცია საერთოდ არ მქონია ორგანიზატორებთან. 4 ოქტომბრის საღამოს პირველების გადამღებმა ჯგუფმა ირაკლი ნადირაძის და მურთაზ ზოდელავას დაკავებამ და ბოლო 5 საათი გავატარეთ დიდი შეკრების ორგანიზატორებთან ერთად, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში არც ირაკლი ნადირაძესთან და არც მურთაზ ზოდელავასთან კავშირზე ნაციონალური მოძრაობის არც ერთი წევრი არ გასულა, არათუ კავშირზე არ იმყოფებოდნენ მასთან ერთად, როგორც გითხარის ნადირაძესთან და ზოდელავასთან ერთად მხოლოდ თათია ნიკოლაშვილი და მარიამ დოლიძე იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც მათ ხელბორკილები დაადეს.